სენაკის სპორტის სასახლე მკუდოში ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა მკუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს. ტურნირის მსაჯთა შორის იყვნენ გამოცდილი ქართველი კუდოისტები, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები. ასევე სენაკში იმყოფებოდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია, რომელიც საბრძოლო ხელოვნების აკადემიის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელია. აღნიშნული კლუბის კუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. გუნდურ ჩათვლაში ზუგდიდის კუდოს კლუბმა კოლხეთმა გაიმარჯვა. მთავარი მწვრთნელის რომეო გაბელაიას ხელმძღვანელობით კოლხეთის კუდოისტებმა 11 ოქროს, 5 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს, ჯამში კი 21 მედლის მოპოვება შეძლეს. საქართველოს ჩემპიონატი კუდოში საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. ვიასპარეზე საქართველოს ჩემპიონატზე და დავიკავე პირველი ადგილი. მეტოქეებს რაც შეეხება ძალიან ძლიერი მეტოქეები მყავდა, თუმცა ჩემი მომზადებით შევძლე და ისინი დავამარცხე. ძალიან რთული იყო, ვემზადებოდი, კარგი ოპონენტები შეხვდა. მადლობა ჩემ მწვრთნელებს რომეო გაბლაიას და ჯოვანი ჩხაბელიას და კარგი შეხვედრები იყო, დაძაბული და დაძაბულ ორთაძოლაში გავიმარჯვე. საქართველოს კუდოს ჩემპიონატზე ჩვენმა კუდოისტებმა აჩვენეს მაღალი დონე. იყო ძალიან დაძაბული ბრძოლები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოქმედი კუდოისტები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე გადიან, პირველად მიიღეს მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრის მსაჯობაში, სადაც მიიღეს გამოცდილება. კუდოს ფედერაცია წლიდან წლამდე ვითარდება, წარმატებებს აღწევს. ეს შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ ესეთი ანალიზი. წლევანდელ მაღონისძიებამაც აჩვენა, რომ ჩვენი სპორტსმენები ძალიან წინ წავიდნენ, განვითარდნენ.